ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ახლა შოუში სტუმრის დრო დადგა და სტუმრად გვინდა მოვიწვიოთ ძალიან მაგარი ადამიანი. ყველასთვის სასურველი სტუმარი, თეატრისა და კინოს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი. დიდი მადლობა. ესე იგი, უცბად შევეცადეთ, რომ გადაგვეგდეთ ბევრი წლების უკან, რა გონებით და ალბათ ეს სიმღერა, როცა პირველად მოისმინეთ ფილმისთვის, რომ საუნდტრეკად დაიწერა, იგივე აღფრთოვნება გექნებოდათ, არა? ნამდვილად. აი, არ ვიცი, ძალიან მაგარი არის და ბიჭებს მადლობა ამისთვის. მადლობა. ბატონ ნუგზარ, აი მართლა გულწრფელად მინდა მე და ნიკუშა თავისა სიტყვის, მაგრამ მადლობა რომ ჩვენთან მობრძანდით. პირიქით, მე მადლობა რომ დამაფასეთ, კაცო. არა, ჩვენ ყოველთვის გავფასებთ და მე ხარ მაინც როგორც თეატრალი ადამიანი. ჯერ კიდე პატარა ბავშვი ვიყავი, ნიკოლოს კი უყვებოდი, რომ როცა თქვენ სპექტაკლებზე დავდიოდი, ძალიან ახალგაზრდა იყავით თქვენ მაშინ. და მე ძალიან პატარა, აი რა გორგასანიძე გოგას დროს ვიძახი, ვიხსენებ სპექტაკლები რო იყო ხოლმე. ეს შემდეგ ძალიან აქეთ არის. მე უფრო ადრინდელი მამაშენ. მე პატარა ვიყავი, საიდანაც მე მამაშენთან მეგობრობდი სხვათაშორის ხონებულთან. შემოგივლი. რამდენჯერ თეატრში მე გასტროლებზე ჩავიდოდით, თელავი იყო ჩვენთვის ესე იგი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი გასტროლებისთვის, სადაც ჩავდიოდით ყველანაირად. ამისი გადასარევი მაყურებლით ხელოვნების ცოდნი, თეატრის ცოდნი, დაფასებით, მსახიობის და საერთოდ ხალხი ქუჩაში რომ თითქოს რაღაცა მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, ახლა ვირას გიცნობდა, მაგრამ აი თეატრალური ხალხი იყო ძალიან და უყვარდათ ეს და იცოდნენ და ტაშს გვიკრავდნენ და დანარჩენი ახლა მსახიობებზე რა ვთქვათ, ეს საყვარლესი ხალხი იყო. ჩემი თაობა ეს იანტბელიძე, ესენი ვანო ხუნაშვილი, რა ვიცი, ეს ჩემი თაობაა, ეს ერთად ინსტიტუტში ერთად სწავლობდით და ყოველთვის ვიხაროდა და მე მაინც ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, ჩავდიოდი, გადასარევი მამა ყავდა, ეხლა რა თქმა უნდა. მადლობა, ჩემო კარგო. დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა ხო ესეთი საუბარი და ერთი-ორად სასიამოვნოა, როცა ასე მამას იხსენებთ და მეგობრობდით და რა ვიცი, ბატონ ნუგზარ, რა ვიცი, ჯერ მე იქიდან მინდა დავიწყო, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა და მოხარული ვარ, რომ გვესტუმრეთ შოუში სტუმრად. როგორ მოგმართოთ ბატონ ნუგზარ თუ უჩა თუ რა ვიცი ბატონე როგორ და მაგაზე კურიოზები მაქვს ბევრი, მაგრამ ნუგზარი იყოს და აანებთ ამ უჩას ისე ბევრი ამა ცხოვრება გამიმწარა ბიჭო ამ რო ისე საერთოდ ასეა, როცა პერსონა შეიყვარებს ადამიანი, მერე იმის სახელსაც ხო ხშირად გეძახიან ალბათ რა კი მაგას თუ მომცემ საშუალება მაგას შეიძლება სასამართლოში მგონია თავი ჯვარი გეწეროთ. ვისი მართლე მე ადვოკატი ვარ. აი ხალხი ხარ ძმაო, კარგი. ნუ რა, ეხლა ყველას თავისი ეპოქა უყვარს. ყველას თავისი დრო უყვარს. ბატონო. მე მაგალითად ვიცი, ჩემი ხნის მსახიობები ამბობენ დღეს, რომ მე ვაბარებდე, დავფიქრდებოდი, ინსტიტუტში ჩავაბარე, იმდენად არ მოწონს. ეხლა ინტრიგანობაში ნუ ჩამომართმევთ და შეიძლება მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ უნდა აყვე ალბათ ამ ნაბიჯს და ისე უნდა მოიქცე როგორც ყველა იქცევა, თორე გეტყვიან ან ინტრიგანი ხარ, ან ცუდი კაცი ხარ, ან უხეში ხარ, ან ესა ხარ, ან ისე. სახში მეუბნებიან ხოლმე, სადაც რომ მივდივარ, ნანა, ცოლი მეუბნება ბიჭო, ყველაფერი რასაც ფიქრობ, ნუ ამბობო, წრის ეს ვიღაცა. მე უთხარი ბიჭო, რა ვქნა ეს, ნუ მოკლედ. ეხლა რა შეეხება კურიოზები, რა ვიცი ეხლა ტრაბახი და ის არ მიყვარს ეხლა რა თმინდა ჩემი სატრაბახო, ჩემი ყველაფერი ცხოვრება დევს. ხელის გულზე და ყველა ვიცი. 1000 სახიობი რო ტრაბახობს არის საშინელება, იმიტომ ყველა ხედავს ვინ არის რა არის და ვიღაცა მაინც ხედავს მორჩი რა ამას ვერ თვილი არ ქონია პატრონო. ეხლა ეთქობა გთხოვათ რომ ყველაფერი არ თქვა, მაგრამ ასე დაიწყო. არა, აქ ყველაფერი უნდა ვთქვა. კი ბატონო. ხო და იმიტომ რომ თქვენ ახლა
კაი ხალხი ხარ და ეს იუმორი მე მიყვარს. საერთაშორის მე ბიჭო ანეკდოტების მოყვა არ ვიცი თორე რა ეხლა შენთან უნიჭერესი კაცი ხარ შენს და სიამოვნებით მოვიდოდი მაგრამ ეს ანეკდოტ მე რო სახში ანეკდოტს მოვუყვები ზიან ტიპები მიყურებენ ასე კაცი არ იცინი. მე ვკვდები სიცილი. ბიჭო ესენი მეუბნებიან ჩვენ გაგვაცინეთ. მეთქი ესეთი რამე რომ დამემართოს ახლა იქ ტელევიზიაში იწვიან გაჩო ეს კაცი სერიოზული გეგონა რა დღესშია. ამიტომ კარგი არის როცა საკუთარი ისტორიები უფრო ამბილამბა ხო აი მაგას ხო ვერ მოვიგონებ ბიჭო აი რაც შეეხება ახლა ჯერ ერთი ამ ფილმის გადაღება რო იყო ცხონებული ნათელში იყო იმისული ზაზა ურუშაძემ სცენარი მომცა და ეს უნდა ითამაშო წავიკითხე კაცი ჭამია ბიჭო ვიღაცა რაღაცა უბედურება რატო ბიჭო მე ვთხარ რატო აკეთ რა გინდა ახლა ჩემ თავს აძულებ ხალხს და თუ რა ეს შენი როლი რანაირად არის რატო რა მიყავს ამას შეჯერ უთხარი შვენიერი ბიჭი ვარ მაშინ არამიშავდა გარეგნობა აი კაკრას შვენიერი ბიჭი რო ხარ შენ უნდა ითამაშო და მადლობას მეტყვიო რა მადლობას ნუ ახლა ვარც ხო არ ვეტყოდი როლზე ხო იცი სად არის თავზე საცვენი როლები და ვითამაშე მაგრამ შენ წარმოიდგინე კაცო ამან ისეთი რაღაცა კათა მარჩვაძე არა ვარო 704 ფილმში მეთამაშო რაღაცები ვითამაშნია რაღაცა მაგრამ ამას რო აყვა ბიჭო რაღაცა უბედურება რაღაცა ისეთი სიმპათია გამოიწვია ამა უარყოფითა გმირმა უარყოფითად მივიდა მაგრამ ისეთი სიმპათიური კაცი გამოვიდა ალბათ ეხლა მე არა ასია ხალხის თვალში ასე ალბათ ხო და ბევრი სიამოვნება მომიტანა მაგრამ ბევრი ეხლა ბიჭო რო დაგირეკავენ აიხლა მიმღერეში აკაც არ მინდოდა მისვლა მე ვთქვა მე არა ვარ ბიჭო მომღერალი არა ეს ერაგია მონდა იმღეროს გინდა თუ არაო და მე ვთხარი არ გინდა ვიღაცა მაგინებს რაღაც ისი აგიხდა სიკეთე დამირეკა ბიჭო იმაში წერენ ზერაგია შეჭა ღერიკი კარგია ბიჭო გადავირიე მაგის დედავადი მე არა მაქვს ბავშვები მაჩვენებიან შვილები კვდებიან სიცილი შეხედე მე ვთქარ ეს არ მეგოყოლებინა ვიღაცა ხარ შენი დედავადი ბევრი შეთქანი ჭირიმე და ვიმე და რაღაცა მაგრამ ბევრი ასე ვა შეძველო შაო და აი და ჰუი და ი და შესაბამისად იმ პოპულარობას თავის პატარ-პატარა უარყოფით მხარეები პატარ-პატარა კარა კი არა ბევრი ახლა მე ხო არა და ბიჭო რავი ყველაფერი მაქვს ნათამაშები თეატრში ლეფელირი ვითამაშე ესე გათავხედი ბოლოს ხო და რაღაცა და ეს კაცი ამას აი საერთოდ სატელევიზიო პროექტი იქნება სერიალი თუ რა მხატვრული ფილმი ყოველთვის ატაცება და თეატრში ნათამაშები როლები ვერ მიდის მაყურებელთან ვერ მიდის და ტყილა წვალო მიმთიაში ტყილა რაღაცას რო გეუბნებიან და რეჟისორი აი ეს უნდა ითამაშო მოიცა ვის უნდა ახლა მოვთხარი აქ ვითამაშებთ მოვა ერთი 200 კაცი ერთხელ 200 კაცი მევაჟი და დამთავრდა ამაზე მაწვალებთ მე ვთხარი თავის დროზე მაინც მაყურებელი აი მე რას ვიძახით სანამ ტელევიზია ესე შემოვარდებოდა თქვენ ახალგაზრდობა მაინც მხატვრული ფილმებით იყო ჩვენი და მაშინაც არისო ეს ასე ვთქვათ ჭირდა ხო თეატრის მსახიობის პოპულარობა ბიჭო როგორ იყო იცი ჯერ ერთი თუ კინოში ვერ მოხდება მე გეტყვი ჩემო კარგო პატა დღეს ახლა რეჟისორი ვიღაცას თუ ეგ ვისაც უნდა ხოშია გადაიღებს მე მინდა და всё და ფული აქვს და დაშოვნი და ფული ადრე ჩემ დროს ავიღო ბიჭო მე სამხატვრო საბჭო იჯდა იქ რეზოჩხეიძე იყო თავმჯდომარე და ვინ არის და 1000 ფილტრში უნდა გაიგო ო ბიჭო აბულაძე და იოსელიანი რა ვიცი ვინ არის და ეგ და იქ რეჟისორს ვეთქვა მინდა ამის გადაღებაო ისინი ეტყოდნენ არა ბიზიკო ეს არ ვარგა მსახიობიან სცენარიან ყველაფერი ელა აბარა იმაზე იყავი დამოკიდებული ერთი იშვიათადაც იხებდნენ მაშინ ვინც კინოში მოხდებოდა ის ვარსკვლავია დღეს ახლა არავის არ ეწყინოს ყველა კინოში იღებს ამნიშნულობა კარგია ეს ცუდი კი არა პროფესიონალი არ არის არა ვინ უყურებს ამას კაცი იმას ფული აქვს ბუღალტერი იღებდა ჩემ დროს იქ სტუდიაში ბუღალტერი ვარო და მე რასაკ დამიძაღა რა გინდა მეთქი და ვიცოდი რომ ეს გოგო ბუღალტერი მე იცით რომ კინოს იღებ ბატონო რას ლაპაპაკობ მე კინოს იღებ და მე მეძახის მაგის დედავატირე მე უთხრა შენ დაბალი ღობებ ნახე მაგის ფული იშოვა გაიგე ფულს რო შოულობს დღეს ყველაფერი ხო მაგუთია აი იმ კინოზე იმით წავედი ეხა ფესვები მინდა რა მელოდიაც ახალგაზრდა დავიყავი იქ ძალიან კი ბატონო ის აი მე მინდა ბატონ დოდო აბაშიძესთან ურთიერთობებს თუ გაიხსენებთ აი კი როგორ არ გავიხსენებ ბიჭო მაგარი კაცო იყო ეხლა უკვე ავათ იყო იმ ფილმზე მოკტა სათავეში გარდაიცვალა ბოლოში რაღაც არ არის სხვა იღებდნენ კედლიდან ესაუბნიდან და ბიჭო სულ მაინტერესებდა ეხლა მაგის არტისტობა და ის ხო ვიცოდით ხო ხედავდით ეხლა მხეცი რომ
სულ მაინტერესებდა რა იყო ეს ამხელა დამტმელი და მთელი საქართველოს ყალზე რო იდგა და აბაბაბაბა ბუბუბუ იზახდა რაღაცა და რო უკვე მოხუცი იყო მაგრამ და დიაბეტი ჰქონდა და ბოლოს რო შესვენებას ხშირად აკეთებდა რო ცოტა მოსულიყო რაღაცა და იწვა იქ რაღაცა საწოლებით ჰქონდა და მაგრამ რო ადგებოდა ბიჭო რო ადგებოდა რაღაცნაირი ეს ჩემპრიეცვა რაღაცა მეთქი ეს იქნებოდა ამის დავატვირთი ხო არა დიდი იყო ხო ახლა ეცი იყო უბედურე ხელს ვერ კინა ხო მოხუცი იყო ხელს ვერ მოკიდებდი ბატა ხო და გითხრა ახლა ცირკი და მიუჩოშდი ახლა მე ხო თუ შეუჩდი მე ვიდოდი ბატონო დოდო თქვენ ახლა ხან ხელზე მოკიდებდი ვითომ ვეფერო მაგრამ მე აქ დავიდოდი და მე აქ მოკიდებდი მაინტერესებდა მართლა ასეთი მაგარია რაღაცა და ყველას მეყურე ვიცი ახლა შენ რა გინდა და პირდაპირ მითხარი რა გინდა დამანებე და მე უთხარი ასეთი ლეგენდები დადის და ასეთი მაგარი ხარ და გავიარე. ჩემნაირს მე ხო თავხედი ვარ ხანდახან ცოტა. ჩემნაირს რამდენს მოერეოდი მეთქი და მიყურებს ასე და. ნუ 3-4-სო. ას ლაბარაკობ მე უთხარი 3-4-ს რა მე რა ეს იმაში ხორავას არ იყოს ხელები შვებულებაში. ხო. ასე ხელწამოსაკრავი ვარ. აი ხა ხო ცოტა ბიჭო ცოტა მომერი და შენი თორე 4-საც მოვერეოდი და 7-საც. ადე მე კიდე პატივი გეციო ხო ეს კონდა ბიჭო ცოტა მომერი და თორე 4-საც ეს ფილმი როცა გამოვიდა ეკრანებზე ყველა ამბობდა რომ რაღაცა დიდი ნაწილიო ამბობენ რომ ვითომ საფრანგეთში არიან და აი სათხდებოდა ეს მაშინ გასვლაც რთული იყო ხო ამაშია საქმე ხელა გადამღება საფრანგეთშიც იყო გადაღება და აქაც მე ვერ მოხვდი მაშინ საფრანგეთში ვერა მე გადავიღე მაგრამ მე სამაგიეროდ ადრე ვიყავი საფრანგეთში ნახე ზღვის მაშრალნი იყო ეგეთი ფილმი კი ბატონო ეს იყო 85 წელი რა ვიცი 85 წელს ეს ის სუფთა ფრანგული ფილმი იყო მე და ცხონებული ნოდარ მგალობლიშვილი ვიყავით ერთ-ერთ მთავარ როლებს დავიწყეთ რაბახი ახლა მაგრამ იყო ასე ერთობლივი ფილმი იყო ამ იმასთან კი ბატონო და მაშინ ვიყავი და აქ ბევრი მეცადება რა არაო მითხეს იმიტომ რომ იქ რომ მაშინ რო წავედით ის მაშინ ფრანგები გვაფინანსებდნენ და აქ ახლა ჩვენ როგორც ხოვით საქართველოს გაჯერებული იყო აი როგორი ამბავია როცა იღებ ამ სურათს დაუშვათ გადაღების პროცესში როგორც ახლა თქვენ რამდენიმე ხნის წინ ბრძანეთ წუთის წინ რომ რაღაცა აი ვითამაშეთ სცენაზე და აი არიცი რა გავარდება აი ხა ფესვებზე ყველა გავიზარდეთ ხო და როგორ უყვარს თქვენ საქართველოს ეს საოცარი რაღაცაა ზოგს მოყვება ეგ ის თქვენი დუეტიც რა ხო აი ბატონო გზარა ეს ძმაკაცობის საქმეა აი დედის სულს ფიცავარ დედის რა თქმა უნდა მანქანა მყავდა მაშინ და დავდიოდი და ინსპექტორები არ მაჩერებდნენ ბიჭო მაიგივებდნენ იმ ანრისთან გამომერთხე მე და როგორი ვაშკაცური გმირი აი ეს ევას ქართველი კაცი ხო იცი როგორია აი გასაკუთრებით რომ გაურეცხავთ როგორც კი ბოდიში და ჭ***ს ითამაშებ ვერ გიტანს მის დედაცლატელი ხო არა და ეს საგაიფო როლია დაუშვათ იმასაც უნდა თავის გამარ ერთხელ მანქანით მოვდიოდით მე და ჩემი წოლი და წითელზე გავიარე ხა მე მასტერი არას არ ვიყავი ვაგი და მომსდევს უკანდის რა ქვია ინსპექტორი და ნანა ცოლი მეუბნება რომ ბიჭო აი ნახე მოგხსნებენ და რატო დაარქვიე და რა მეორე სვეტაფორთან და ხوار გავიქცეოდი და გავაჩერე და ჩამომიდგა ბიჭო და ჩამოუჟერე გვარი გამახსენე ერთი შენი გვარიო მითხა მეთქი ამაზე მომდევდი შენი ოჯახი გამისვა პანერვიული ო აი როგორ პატივს სცემდნენ და ამ ზერაგიაზოს მანქანა არ ყავდა რომ დამიჭერდნენ ფერზე ხარ გადამჭერი გამასროკებდნენ 100%. არა ზაუცარი მართლა თან ფრანგულის რო იყო თქვენი კვარაცხელე დემბელეს დუეტი რო შევადაროთ ახლა ისეთ პოპულარული აი შედარება იყო მე ცოტა ვერ ვიყავი კარგად ეს ერთი წელიწადია ოპერაცია გავიკეთე რაღაც რთულის იმაში რაღაც მე კარგად გამყოფოთ ვიცი მადლობა შენ შემოგელი და არა რა გითხრა იმაში ამ აჯიბადენის კლინიკაში ვიცექი დიდი კლინიკა ქალაქია რა მთელი ახლა ტელევიზორში რო აჩვენე მეთქი აქ ვიცექი მეთქი ორი თვე ვიცექი ოპერაციის მერე მოგლეთ არ ვიყავი კარგად ხო და როგორ არის აი პირველი სართულია სადაც მისაღებივით არის სადაც სახლები მოდიან და მე მეორე სართული მოდის მე მესამე სართული და ეგეთი რაღაცა და ზივარ ბიჭო შვილებს პიცავარ ჩემი დათო, ჩემი ბიჭი გვერდში მიზიდა რაღაცა და უცებ მეორე სართულთან მესმის. ზერაგია, შენა ხარდო? ავიხედე, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დგას და უჭირავს ეს მობილური. ბიჭო, გავგი, მამა ჩვენი მერე ჩამოვიდნენ ძმას და
ბიჭო გამოვედიო გარე და უყურებდიო ამ ფილმს უყვართ ეს ჩაწერილი აქ ეს წელი ძაღლი და უყურე და სუსტად თქვენი და მე გადმოვიხედე აგერ დახართო მაგის დეტალოტირეო და მეთქი მომეშვენა და გავაფრინე ახლა ამ კინოზე ალბათ და ჩამოვიდნენ ორივე ძმები იყვნენ რაღაცა მომეპერნენ რაღაც აი ესეთი კარგიც მახსოვს რაღაცა და არა რა გამღერებს ერაგიაო რო დაგია ამობენ რომ ამ სერიალის გაგრძელებას გეგმავენ. ერთი კვირის წინ დამირეკეს. ხო და როგორ ახართო ეს ჩანზე და მანზე დამეწო მეოცარი რავი დავდივარ და ახლა ხო არაო დაგინახეთო რაღაცა დადიხართო რაღაცა. ხო აგზელებენ რა, ოღონდ ცივი ძაღლი ერქმევა ახლა რატომღაც. ბიჭო მე უთხარი ამას გინდა ცივი წყალი და გინდა ნელთბილი მე უთხარი შინაარსი ერთი არა სხვადასხვა შინაარსები იქნება ახლა ხო ცხელი და ცივი ძაღლი ერთი ეგ ისეთი სერიალია ცოტა შორსა იმენად პოპულარულია ნელთბილსაც ჩვეულებრივად აიტანდა ნელთბილი ძაღლის რო ჩაგვეცვა შუაში ჩაგეთვალ ჩვენ ხა მე და ნიკუშა თქვენ ხა ანეკდოტებზე რო ბრძანით რა ეხა ჩვენ გაგვისნო მაყო თავიდან ჩვენი გადაცემები ანეკდოტები იყო სანამ აქამდე მოვიდოდით და ეხა ჩვენ სფეროში სახელი და გვარი შოუ რო გაქვს უკვე ჩათვალე რომ არის ამბავი მაგრამ ჩვენც ნაცვალები ვართ ხო ტელევიზია კი არის ჩემი 23 წელი დაიწყო რა ტელევიზიაში ვარ და ჩვენ ერთხელ ხო ვიყავით რაღაც ჯაჭვიანს რო გაუჩალიჩეთ რაღაცა კი ეს იყო მზეზე კი ცხონებული ანა საწყალი რომ მომბორდა სახში რატო კეთებ მე ვთხარი ხო როგორ გაბრაზდა მაშინ მართლა გაბრაზდა რა მე რამინდოდა იცი ერთი მეკითხა თეატრში რა ხდება თამაშობთ კიდე ტრადიციული ახლა შენ მაგას არ გაკატრებ შენ შემოგელო ჩემი თავი ახლა შენ რო თეატრალი ხარ მაგი რა თუ დაბარა ვიღაცა შეხვდება ხოლმე ქუჩაში არა გამოდო რა ხდება ახლა თქვენთან თეატრში რას დგავთ ახალს ვითომ ძველი ნანახებია გამჭირდა არაფერი ნანახი არა აქვს სიფაზე რო უყურებ მე ვიყავი ბოლოს 84-ში არა არც იყო ალბათ ხო ახლა რა არა რაღაცა ახლა ახალი რაღაცა ახლა სხვანაირი თეატრი მოდის და მე არ დავდივარ მეთქი ახლა ხო აი ეს მაგიჟებს სხვანაირი თეატრი რომ ბიჭო როგორ არის იცი ხო რომელზე იყავი და არ მოგეწონა ხო ხო არა ბიჭო არ არის ნამყოფი არც იცი ვიში მე ხო არ გეუბნები პროფესიონალურად იცოდე მაგრამ სპექტაკლი თუ ნახავ თუ არ ნახავ თეატრში რა ხდება ჩემო კარგო ახმეტოში მე მხედველობაში მქონდა თქვენ თუ თამაშობთ თქო კიდევ თამაშობ როგორ თამაშობ აი ხო ორ სპექტაკლში ვარ ესე იგი ახალგაზრდობაში საბრალდებო რო დაიდგა სოხუმში კი ბატონო შენ დაბადებული არ იქნებოდი მაშინ. აი ეს სოხუმის თეატრი კიდე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, იმიტომ რომ იქ ავიდგი ფეხი და წარმოშობით მე ხო იქ ავრივარ და რომ დავამთავრე ცხონებული ჩემი ძმაკაცი დიმა ჯაიანი მე აი ვიკიდე ვიღაცა და წავედით იქ მუშაობ და კაი კარგად მახსოვს ეს და თბილად მახსოვს და იმ წელს დაიდგა ყველა სპექტაკლებში ეს თეთრი ბაირაღები. ყველა თეატრებში ბოდიში ხო. ყველა თეატრებში დაიდგა ეს ისინი რა ქვია და სულ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი რომ დავამთავრე ახლა ალბათ ლიმონოს თამაშობდი ამ ახალგაზრდა ბიჭი კაი მე დამთავრდა ის გადმოვედი აქ იმაში რა ქვია თბილისში აქაც და მოდაში იყო ეს და იქაც ლიმონა და უკვე დამერხადა მერდები და ახლა ისიდორეს თამაშობ მეთქი სანამ ნუნუ ექიმი არ მათამაშე დამანებეთ დავიდგეთ კარგია რა ვიცი ღმერთმა ქნას რომ ისევ საიდან ეს დაიწყე თქვენი კარიერა არა თამაშის ხოში მაქვს მაინც ახლა შეძლებ თუ არა გააჩნია ახლა მას რა ქვია ერეკლე მეფეს მე კაცი არ მომცემს და არც მინდა და არც მინატრია ამაზე არასდროს და იმას რა ქვია გიორგი სააკაძეს და დანარჩენი ახლა აცი უნდა გადახვიდე მეორე პლანებზე არ არის მე იცი ზოგი რო სულ თავარ როლების თამაში რო უნდა ბებერი ხარ ბოდიში ხო არ შეიძლება უკვე ხო რაღაცა არა ის პრეტენზია აქვს მაინც უნდა ის არ არის შენი საქმე და გადადი რა ცოტა უკანა პლანზე მე ამის გარე ის არ მაქვს შვილებს ვიცავ რაცა რო გაძლევენ რაღაცას ითამაშე თუ შეგიძლია იმასაც ხო შესრულება უნდა თამაში უნდა ხო ის არ არის შრომა ხო მთელი ცხოვრება თორე მე როლები მაქვს ნათამაშები რომ მოვიხედა უკან მეშინია ეს ჩემი ნათამაშებია მეთქი ფიქრო ბატონო მარტო მეფელირი რა დღის ო ეს მეფელირი ბოლოს ხო და გინდა დონ კიხოტი და რა ვიცი მოკლედ დონ კიხოტი მუსკომედიაში ცხონებულმა გიგამ დამიძახა და მე ვთქვი ამდენი მომღერლები გყავთ იქ და მე არ მინდა მომღერელმა რომ იმღერესო ბიჭო დონ კიხოტიო და რაღაცა და
ისეთი უნდა იყოსო. აი თამაში უნდა და აი შენ რომ ღერი ხარ ისე არ აგიშავს ისეთიო. ეხლა არაჩვეულებრივ სიმღერაზე რადგან მივედით, არაჩვეულებრივი პროექტია იმედზე, სადაც გაჟღერდა და გამოშიდა თქვენ ოჯახთან ერთად. ოჯახთან ერთად. და არაჩვეულებრივი ადამიანის ხოთა შორის. ეხლა თურქეთზე რო ბრძანეთ, მე მოგიკითხეთ რამდენჯერმე და იქ რო იყავით, ძალიან გულშემატკივრობდი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო და მე ხარო დაგინახეთ, მე არ ვიცოდი ხა დაიწყო გადაცემა, ძალიან გამიხარდა და نيكოლოს ვეუბნებოდი რომ მოახერხებს იმედია თქო და მობრძანდება და რამედა იცი ერთი პატარა რაღაც წამოგცდათ რომ ჩემი გიორგის მამასთან ნამღერი გაქვთ ზია ელდართან და იქნება მოვაბათ თავი ამას და ბატონ ელდართან ბიჭო რამდენჯერ მიმღერია რა ვიცი რა არის ერთი სიმღერა რომელიც შეიძლება დავთრებოდით ხოლმე იგრას ნუ ახლა სამწუხაროდ შვილთან ერთად არ არის რუგზარ ბატონი მომძარებული თუ არა მესმის უთხარი მოიკითხოს მე თუ ახსოვა რა თქმა უნდა რა ვიცი როგორ არა რასამოთ კაცო აი კაცი ხოთა შორის ეს ყველაზე კარგი თვისება აქვს ბატონ ელდარს ყველა ახსოვს და ყველა ახსოვს იქიდან გამომდინარე ვირამდენი აჩუქა აჩუქა კი არა მე ერთხელ იქით გამოვარდვი ფული მაგას კი ნახავ ო არა კითხა დარწმუნებული რომ შეაფათა ემახსოვრებ ო და ბიჭო რა იყო ეს არ მახსოვს რაღაცა სადაც იმაში კუპეში ვისხედით რაღაცა აქეთ იქიდან ნუ დაუძახეს ხოდა შემოვიდა ეს ოქროს ხალა და დააწყეს სიმღერები და ამათო მაყუთიანი ტიპები ვიყავდა დააწყეს და აღრიან მაყუს და თან მეძღერი ვარ ამათთან ერთად მივედი მე მევდო კი მაგრამ მე არ მეკუთვი არა ოქრო იქი მაძლევდა არა მე უთხარი ბიჭო გეხმური მეთქი წილი მეკუთვი ზაკ მე ხო ერთი სამი სიმღერა ვიმღერე ამათთან და კი სამი სიმღერა არ არის ხა ცოტა ამბავი ვიშრომე ესე იგი მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის რომ გამონახეთ მოკითხვა უთხრა თქვენ ოჯახს მართლა არაჩვეულებრივი პროექტია თვითონ ის და თქვენც არაჩვეულებრივი მადლობა შენ შემიგე აი დღევანდელ დღესაც თქვენთვის ყველაზე საყვარელი სიმღერით შეიძლება ან ერთ-ერთით თუ დაამშვენებთ გადაცემას იქნება ძალიან კი რაც შემიძლია მე რამა გასამართლებლად იცი გასასამართლებლად მერხია თქვენ მართლა არ დამიჭირო და აი მიმღერეში რო დავიძახეს მე ვიფიქრები მე ვინ მომთხოვს ახლა აქ აუ რას მღერის ეს კაცი და რაღა ამის მადლობა მითხან საერთოდ რომ მღერი ვარ ამას მაგის დედავატირე და ამიტომ მე თამამად რატომ მღერი ვარ ამას იცი რომ კიდე გეუბნები პრეტენზია სიმღერის მე არ მაქვს იმიტომ რომ მე მომღერალი არა ვარ ეს ჯოხაძე მიკითხოს ანრიმ თორე ვითხარი იმ დროს შენ იკითხე თორე მე კარგით რა შეგვისრულებთ აი ოდე სახელი რა ქვია არ ვიცი მაგრამ ოდე შენ გიცქე ო ეგ არის ხო კარგით აი იქ მივალ მე კი ბატონო კი ბატონო